ხოთ ფეხი ასობით და წუთიერი გუმილით პატერი მივაღოთ ზეჭაბუხ ჭაბო ამი რეჟიმის და ბექა ქართელაობის სოლის. Zane mozgoro koneba eris unda udumdet da unda vitinot sulend გვირყვირის და ბიბილზავს მტერი იფრთხილად როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს რყვნიან უწმიდა შეგულებს ფურთხით მილწევენ თუ შენთვის კერც არ მიუშვენ ტყიას სამშობლო ხათადრისთვის ეწამენ Zane mozgoro დღეს ერის გული შენს გონებაზე მიბმული პეთქავს Zane mozgoro გაიმცვა სული დაავადა შიშმა და კეთილმა Zane mozgoro ათერს ისეთ მწირს შემოაძარცვეს ქალთა ქარებმა Zane mozgoro სისხლის დაუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას თორემ სამშობლოს თავზე აქცევენ სამშობლოს შენსაც უფლის მშვენებას აღარ უშველის მერე არც რემლი ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას ძალიან გასაუბრ გავარ საძვალეს და ყველა ნერვი არის გამწყდარი ბრძენ კაცო დროშა გამოაბრძანე საქართველოსთვის როცით დაბრძარი Zane mozgoro ჩვენ კიდევ დბოა კიდევ ძარობებში სისხლი მოძრაობს კიდევ მისწრებლებს სისხლის გამო კიდევ სიკვდილი ვირთხის mozgoro კიდევ ქართულჯის აქცევენ არცრად გადაუჭერენ კერძზე არ დახევს თლადეს სამყარო ქცეულა ნაცრად თუ საქართველო ამებარდაძეს უხზე თვარის მოდგა ჩრდილი ხარის მოიხოლა მინვა ხომარ დამისვერდი შვილო ხომარ წამოგაფრთხო წვიმა სადღაც ხმაურია ფოთლის მისლებს ცივი მოაქვთ სიო ხომარ შეგაწუხე მოტკბით ხომარ დამეღალე შვილო მიდევს სასტუმარი სველი თალხი მაფარია ზეცა ხომარ და გამძიმე წრემლით ჩემო ტკივილო და გნესავ მელი გაეხარა სერებს დილა სასტუმალთან მოდგა მორჩა ღამეული წრემლი მორჩა ღამეული მოდვა ზეო შენთან შეხრას ცდილო შენთან მომენატრა როქვა როგორც ნელი გახდა შვილო შენი ნაწერფნების როქვა მიტროფონი ხაზობს როდესაც ერთი დიდებული მოზღვარი საწმინდაზე გდანდებოდა ჯაჯარენზე წავიბრძანდა მას გულის ოპერაცია გაუკეთეს და შვილებმა იხილეს რომ ერთხანში გაიარა და გამოიარა და თქვენს რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და შემდეგ დამძიმდა ბოროტის გამეს და საბრძანდა არადებულობაში ღმერთთან მას ჩატარებული ჰქონდა 7 ზეთის კურთხევა და ისე გაუკეთეს ოპერაცია. 7 ზეთის წრება ეს არის ისეთი საკვირველი ლოცვა, როცა ადამიანს ყოველგვარი ცოდვა ეკაკერა. რა თქმა უნდა საპატიო, რომელიც არ არის არაკაცური, რომელიც არ არის სამშობლოს ღალატი, რომელიც არ არის ადამიანის გამეტება. ისი პატიება შეიძლება, ყველაფერი პატიება და
ჩვენმა დიდებულმა უწმინდესმა იკადრა, რომ ჰამლეტში გენიალურ შექსპირს აქვს ასეთი სიტყვები, როს ცალი თვალი იცინოდა, ცალი სტიროდა. არის ზუსტად ასეთი საღამოა ახლა. ცალი თვალი იცინის, იმიტომ რომ წონებული ბექა უბრალოდ სიმწირისგან გამეტებული და საერთოდ გამეტებული, როდესაც ადამიანზე უსამართლოდ ასევს ხელს გვლელი, ყველა ცოდვა მას მიაქვს, რომ ყველა ცოდვა ებადილო და არავითარი ეჭვი არ არის, რომ ის 60-ში ზეციურ საქართველოში ხარობს და ვლოცავს. დაუხარია ეს დღე, თუმცა ჩოხარება დიდია, იმ დიდი დაშორებით, რომ ის არის მარადიულ ზეციურ ქვეყანაში და ჩვენ ვართ წუთის სოფელში ამ ქვეყანაში. ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები, წუხსა განისვენოს ირილმა და ცისკარსა სიხარულმა. სწორედ მწუხრი არის ღვთისმშობლის სიმძიმე და ცისკარი არის ზეციური, მარადიული ნეტარება და მარადიული სიცოცხლე და მარადიული სიხარული. თქვენ მოისმინეთ შვენივრად საკითხული ბატონ გიორგისგან არეში შეძლებნა. ბატონ ტარიელის ლექსი საყვარელი შვილზე ეთქაზე ხელა სერგა და სტილიერი ჩაქსული. თქვენ მოისმინეთ საქართველოს ტკივილზე პირველი ლექსი, რომელიც ჩაწერილია. როცა შენი დიდი უწმინდესი და უმეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარი ეპისკოპოსი, ბიჯვინთისა და ცხულავ-ხალეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე და ერის გულმტკივნეული მამა, ერისა და ყოველი ადამიანისა, რა თქმა უნდა, ვისაც ადამიანობა აქვს და ადამიანობა აქვს შერჩენილი და მისმა ლოცვამ და მისმა კურთხევამ შეგვაძლევინა ჩვენ ამ მძიმე ღვთისმშობლის პატიოსნად გატარება სიცოცხლის ამ ღვთისმშობელში და პირნათლად წამოგვარიყოს ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. ასევე ჩვენი დიდებული უწმინდესი ბრძანებს არსებობს სულთა კავშირი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა უნდა გაგვაძლევინონ ჩვენი აქ ყოფნა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სიხარული მოგცეთ. აღსანიშნავია ის, რომ დღეს არის 33 წელი ბექას მასხოვრის წლები არის მოგეხსენებათ ქრისტე ღმერთმა დედამიწაზე შობიდან და 33 წელი შემდეგ კაცური ბუნებით ეწამო, ამაღლდა ზეცად და ყვარად მომავალად დიდებით განძად ცოცხალთა და მკვდარს. ჩვენი დიდი წინაპრების იმედი არ მოგვიშალოთ ღმერთმა და იცით თქვენ მოწამეების შესახებ სახარება გაზრდანებს, ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსვლიდნენ ხორცნი თქვენი, იმათი ნუ გეშინიათ ფიზიკურად მოკლა, გეშინოდეთ მისი, ვისაც ხელეწიფების შემდგომად მოწყვეტისა, შემდგომად ფიზიკური სიკვდილისა შთაგდება გეენიასა. გეენიაში
მოგესალმებით როგორი ადამიანები არიან გამეწებული ღვთისგან ძალიან აღვნიშნეთ მერცმა ბაშოროს მოგვცეს დიდი სარწმუნოება მოგვცეს სამშობლოს ერთგულება დიდი სიყვარული წმინდა სიყვარული თავდადების ძალა და ყველაფერი კარგი რაც შეუქმნიებებს ამ ქვეყნისთვის და ნაროდებულობისთვის დაგლოცოთ და გაგახაროთ დღევანდელი დღე ნამდვილად არ არის მარტივი არც ერთი ჩვენთაგანისთვის დღეს დღესასწაულების დღეა ვისაც ეძღვნება ეს საღამო ჩვენი გარეულ ხალხელაურის ვაჟის რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა და დღეს არ არის ჩვენთან ერთად ეს ამიტომ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად რადგანაც ეს ხსოვნის საღამო რომ ჩაგვეტარებინა წმინდა ტაძარში ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება რადგანაც ჯერ კიდევ თვეების წინ გადაწყდა ამ ყველაფრის შესახებ და მართალია საქართველოს გლოვობს დიდი მამულიშვილის დაკარგვას ჩვენც ვერთდებით ამ გლოვას და ყველა ერთად მივაგებთ ეს პატივი და ხალხანასწორ გზაზე გააცილებს დიდ კლასიკოს მაგრამ რადგანაც დღეს არც ერთი სიმღერა არ შესრულდება გარდა საგალობლებისა და ლექსებისა რომელიც სწორედ სულთა კავშირს და ზეციურ სასუფეველთან ეხმიანება სააქაოდ ამიტომ დღევანდელი საღამოც სწორედ ზიატარიელის ლექსების გარშემო იქნება მხოლოდ და იმ ადამიანებს მხოლოდ ჩართვებით რომლებიც აი ამ დღეულ წლების მანძილზე ინაწილებენ. მე მინდა მოსაწყისში ვთქვა ბატონ ერეკლეს აღლიეთ. ნამდვილად მიმძიმს დღეს მე საუბარი. სიტყვაც ვერ ყოფილობს თავის გზას უმძიმს. იმიტომ რომ დღეს აი ამ ყოველი გამომსვლელის გამოსვლას დააკლდება ბრთალაღობა არ ექნება ის გაწევა რაც უნდა გქონდეს ყოველთვის არიელ ხალხელაურის პოეზიაზე საუბარს სიხარული ახლავს აი დღეს მე ამ სიხარულს ვერ გრძნობ იმიტომ რომ ჭივილმა ყველაფერი დასწალა გენიალური ქართული მოთხრობა ოთარ ამთქვრივი დიდი ილიას ერთ-ერთი დიდი ქმნილება და მისი ფინალი როდესაც ქვრივმა მოითხოვა რომ ოთახიდან გასულიყვნენ ყველა და თავის გარდაცვლილ შვილთან მარხო დაეტოვებინათ და როგორ დაიტირა მან გიორგი შვილო შენი დასატირებელი ვიყავი და ჩემი დასატირებელი ხდები შენი დასამარხი ვიყავი და ჩემი დასამარხი ხდები არ არსებობს ამაზე დიდი უბედურება ბუნების კანონია შვილმა უნდა დამარხოს თავისი მშობლები და უბედურება როდესაც პირიქით ხდება მაგრამ დღეს ჩვენ დექას მხოლოდ იმიტომ არ დავტირით რომ ის ტარიელ და მარინა ხალხელაურების შვილია აბა ნახოთ ახლა გავიაზროთ რამ შეიწირა ეს ახალგაზრდა კაცი ქართული ზნეობის დაცვამ შეიწირა ქართული ღირსების დაცვამ შეიწირა საუბედუროდ და სამწუხაროდ ზოგჯერ წერლობაც კინოხელოვნებაც ხელს უწყობს აი ამ კულტის დანერგვას რასაც ფილმსიტყვა უბაქია ქუჩაში რომ არ მოგვისმენია იმდენი კინება მოდის ტელეეკრანიდან და იმდენი კინება მოდის მოთხრობებიდან თანაც
უბედურებ ეგ არის, რომ ეგ არის მხოლოდ თვითმიზანი. ეგ არის მტკიცება იმისა, რომ რაღაცით გამოირჩევა ის. და ამ დროს ეს არის უკვე ჩვენი დაცემა, ჩვენი გაუბედურება. რა არის ენა? ენა ეს არის ერის წიაღის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი. დღეს ჩვენ ასეთი ენა რომ მივიღეთ, ჩვენ ეს დავიმსახურებთ. დავეცით ისე დავკნინდით, რომ არა მარტო დედაქალაქში, სოფელში, სადაც ხატისა და ჯვრის სამართალს ჯერ კიდევ ძალა, აი იქ ახალგაზრდა კაცი ამ კრალებს, ჰაერს, ანაგვიანებს სულს და პასუხისგამცემი აღმოჩნდება ერთადერთი კაცი. ჩვენი დებიზიან აქ თავაზიანად მიმართა, თავისი ვალი შეახსენა, რომ არ შეიძლება აი ამ გასათხოვარ გოგონებთან ბილციტყვა, არ შეიძლება გინება, არ შეიძლება ადამიანმა უკადრებელი რამ იკადროს და რა შედეგი მივიღეთ. მივიღეთ შედეგი იმისა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სვარატივით შეეწირა ვიღაცის უგანობას და არა მარტო ვიღაცის, ვიღაცათა და ბოლო ვაღიაროთ, რომ ყოველი ჩვენგანის და რატო არ აქვს მნიშვნელობა ვაშავებ თუ არა ჩვენ ამას. ჩვენ როდესაც ამას ვებუებით, თანამონაწილეები ვხდებით უკვე ყველანი. რა გააკეთა ახალგაზრდა კაცმა? ტვინი გაგვიხსნა, თვალის ხედვა გაგვიხსნა, სულში ჩაგვახედა, შეეწირა თვითონ და თავისი კვალი აღბეჭდა, სოფელზე აღბეჭდა. ბოლო გავადრო, ვიღაცა ხომ იკითხავს, რამ გამოიწვია აი ამ ძირძველი ქართული ოჯახის გაუბედურება. პასუხს ხომ მიიღებენ ღირსების დაცვა. ამიტომ არის, რომ მე ისევ ვიმეორებ, აი ასეთ უბრალო ადამიანების მხრებზე დგას ხოლმე მთელი ჩვენი სულიერება და ჩვენ იშვიათად ვახსენებთ მათ. ამ დროს პირველ რიგში უნდა ვახსენებდეთ მათ. ბექა ხარხელაური პირადად ჩემთვის არის მემკვიდრე უსახელო უფლის სახელისა. გამგრძელებელია მას თითქოს ომში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ის ბრძოლის ველზე დაცემულ კაცად წარმომიდგენია მე. ბრძოლის ველზე მოკვდა და ეს ბრძოლის ველი ისევ ვიმეორებ. ჩვენი ზნეობის გადარჩენას ემსახურებოდა ეს ბრძოლა. მე ერთადერთი რასაც შევთხოვ თავს, რომ ადამიანმა, რომელმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინა, ისი არ გავიდეს ამ წუთი სოფლიდან, რომ პატიებად შესთხოვოს უფალს. არ მემეტება მისთვის თავის საქციელის მიუხედავად. და აქაც თუ ეს ასე მოხდა, მე ვეპარება ეს ასე მოხდეს. მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, აქაც ბექასულს უნდა უმადლოდეს ის. იმიტომ რომ ბექასულმა იმოქმედა ისევ და იზრუნა მისთვის იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში. აი ასეთ ადამიანს ვეფერებით დღეს ჩვენ წუთი სოფლიდან მარადიულ სოფელში. გიორგი შატბერაშვილის გენიალური მოთხრობაც მინდა გავიხსენო, კოდრის მზე ასე ამთავრებს. არადა მარადიული სოფელი წუთი სოფელივით მაცდუნებელია. მზე იქაც ნათობს, მაგრამ მკვდართა მზე ყველასთვის არ ანათებს. ბექა ხარხელაური
გახლავთ ის ვაჟკაცი, რომლისთვისაც აი ამ სასუფეველში კვდრის მზე გაანათებს, უფალსებარებოდეს. იბადებიან ადამიანები და მის ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითი დღეს გვაქვს, რადგანაც ცენტრალურ ტაძარში სწორედ თანამედროვეობის საუკუნეთა ლეგენდა ისმის მის ბოლო წირვალოცვას და ხვალ უკვე აი ამ საუკუნეებს თაცმინდაზე გააერთიანებს თავისი მიბრძანებით წმინდა მიწაზე. ეპოქალური ადამიანები ყავს, რომლებიც აკავშირებენ სწორედ აი ამ თაობებს ერთმანეთთან. დღევანდელი დღის გმირიც სწორედ იმ გვარის მატარებელია, რომელიც ადამიანი ჩვენი არიელ ხარხელაურიც შეაკავშირებს სწორედ 21 საუკუნეს მეოცესთან და მთელს გარდასულ დღეებთან, გარდასულ საუკუნეებთან, რაც ჩვენს ეს ისტორია გააჩნია. ნამდვილად თქვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტად მისი მოსმენა გნებავთ და ყველას თხოვნით თხოვთ არიელ ხარხელაურს. ჩემთვის ეს დღე რამდენად მძიმეა მას ახსნავს შეიძლება უბრალოდ მე მინდა დიდი ჭაბუას სულს თხოვ შემდობა თუ რამეს არასაკადეს პაკეტებ დღევანდელი ჩემი აგამოს მაგრამ არ შეიძლება სხვანაირად მოხსეულიყო შემიძლია ჩემაშვილის სულს თუ ეს აბეჭდასვალი იყო მაგრამ მე ეს მიგასენი ვიჩნია დღეს ამ დარბაზიდან გავსაუბრებოდი შემთხვევაში. 23 წლის წინ ასე მეუბნებია. მამულს ძნელ მოსავლელს შენადრე შენს დათენებაში შევედგენელით. ერთგულ საქართველოს შეემატე დაუმიწე დაამამ შენადრე. ხრები გაიმაგრე საარწევო ჩემი სამყოფისი მოისამხრა ოღონდ მდარი არ გააცინო გახსოვდეს ისი გვარის ახალი შემდეგ გაიარა დრომდა მოწოუკენ შედიოდა გაიარა ხმაწოლების სასაკი დაგე კაცად დაგა მინოდარო წანეკეზებინა და როჩემს გამოარმოვიდებოდა ეს ლექსი დავაწერე. არ გაიარო თავდახელმა ჩემს გამოშვენო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მაღალადია. დღეს ამ გადასახედიდან ასე მეუბნებოდა. დავიღალე შვილო და ძალიან მიჭირს. ვერ მოუწმენთ მზერაცის შორეულ ღიობს. მოუწია უფალს რა მოთმენის ნიჭი შეხარბდება იობს. დავიღალე შვილო და ამ ღურეულ სოფელს შავს ღრუბლებს შევრევდა უწადინოდ ურცოხნი არაფერი შემრჩა დროის უარმყოფელს ნაღვრიანი მზერა და სიმძაფრე ოხრის
როგორ მიმძიმს ლექსის უტკივილოდ წერა შენდობას ვთხოვთ ცრემლი თუ მიშალებს ტრიკონს პოეზია გახდა ჩემი კეთის წერა სული ახლა მხოლოდ შენთან ყოფნა სითხოს დავიღალე შვილო დავიღალე ძლიერ დამუდორებელ სისხლშეკვეთა ფერებს ვამჩნევ და ქარები ოი როგორ მძლავრად ქრია როგორ შემზარავად ჩემს ხმებს აღარ ვარჩევ დავიღალე შვილო გამეჯერხლა თვალი ცრემლით უწერდა ლექსებს წყურით უკლავ ცრემლით შუბლზე მაწევს სხივი თვალის სიფერ მკრთალით თვალის სიფერ მკრთალით წუთი სოფლის სენი დავიღალე შვილო დავიღალე ფიქრით უფალს სიცოცხლისთვის აუქს როგორ კადრერ დამიმძიმდა სული წუთი სოფლის ლიქნით ვეღარ შეძლებს როცვას დახეთქილი პაგე დავიღალე შვილო სამყაროთა ომით ვეღარ ვიგნებ გზას და ვეღარ გავწდი ქაოს ახლო არის მიწა ზეცა შორზე შორი ახლო არის მიწა შენი სასაფლაო დღემ მშვიდობისა ცაო დღემ მშვიდობისა მზეო მე ნაღოლიანივად გავარ ყვეთელიერ გაჩრდილში გემშვიდობები ქარო გემშვიდობები კლდეო მე გაგიმყარეთ რადგან თქვენ წუთი სოფლის შიში დღემ მშვიდობისა მთებო და თქვენ მიგრებო მწვანე ხედავთ კარგებო ხედავთ წარედ განვიცდი მწარე და ჩემს ახედავ ღიმილს შევი გადაჰყვა ფერი რჩები ნესტიან მღვიმის ჯავრით გამჭვარდულ ქართან ძნელი ყოფილა ძნელი ამ შემციული მზერი დიპატიჟებდა ზამთარს დღემ მშვიდობისა ცაო ამ შემოდგომის დღეთა მე ვარ ხო მე ვარ მგზავრი კლდეს უკანასკნელ წვეთად მოსწვა და ახლა მტვერში ნისხთაობიდან ჟონავს ჩემით სიცოცხლე შეცდა ჩემით სიკვდილი შეცდა და რაც მსოფლიო გონმა ვერ მივიღო ვიცნო ვერ შემოვიდა ჩემში ვერანაირად ვერცცა ჩემი სულისთვის რადგან თვითონ საიყო ვიწრო დღემ მშვიდობისა ცაო დღემ მშვიდობისა მზეო და ჩემსაც მინდა ერთი ორი სიტყვა ვუთხრა იმასაც წელს ამ დროში უსრულდება წელი რაც წავიდა ქვეყნიდან ჟენვარებს ქარი ქარებს შემომიხეთქებს ზევარ ბუხართან ცეცხლის ალებინათებს ოთახს ისე ღრმად უსუნთქავ ცივისიო ბილდოს მიხეთქავს მე დუმილს ვარღვევ ბუხარი კი ოხშირებს ოხრას მე დუმილს ვარღვევ ქარს ცივი ხმით ეტყვის სამუდურავს მივხურავ ქარებს ქარს შიგნიდან გავუგდა ბურდულს გავიდა ქარი და სიჩუმემ დაისადგურა ბუხარი ოხრას ანელებს და უმატებს დოდოს უკვე მეორე ჩამოვცალე არყის ხელადა გახურდა შუბლი ბუხრის კედლებს ალმური ასდის უბუნებს ცეცხლი ჩემს ოთახში ახლა ბნელა და მხრებზე მივხვევდა და ჩემის გაცრეცილ მანდილს რომელსაც დედაჩემი შერჩა სორნელი მიხოდა ღამზებს სინანულის ცრემული მინამავს მოვა ვიღაცა ის ვიღაცას უცდის სულელი რომ შემახსენოს ახლა ვინავარ ეხები აჩრდილს ცას აჩრდილი გამგებ არავნავს ჩამქრალა ცეცხლი ჩანავლებულ კერას დავუყურებ მუხლებზე ჩხოხვით ხშირი სუნთქით მივალ კარებთან ოდნავ ვაგებ და ჩამგნელებულ სივრცეს გავუმუხლებ ხან უნდა ქროდეს ქარია უნდა იდინონ ისლამას შალოთ ბალახზე ცვარია დღესით მზე უნდა ათმობდეს ღამე შუქს ფენდეს მთვარია გზა სიკვერ ფარავს ბალახი სადაც იმოდის მგზავრია სადაც იჭერება საფლავი არ დალეულა მყუთარია ვიდრე ჟამს ბოლო ჟამისას იტყვის საუბრლო ზარია მერე იყვრიო ღვთის შვილთა საფის ხოლოს დასხანა ჯარია ყოფნა არ ყოფნა სოფლისა რა უფრო ცოდოს დიდი ბრალია
იღება ზეცის კარიბჭე სულთა მიმოსვლის ჟამია ფეხზე დგებიან მწვერვალები ხრებს იგერტყავენ ამიანს ახლახანს გამოძებულნი პირი ცრით დაუბანიან აბაცდა შუქი მთვარისა ისე ნათელი ღამია შვიდიანთია სამთელი ისმის გალობა ღვთისშვილთა შევყურებ თვალსრევლიანი გაუღნებული შიშითა თქვენ სიახლოვეს სულებო მიგრძალავთ რაღაც მიშლითა რა ცოტა დროა რა მალე რეკენ საუბრლო ზალები და იხურება ნელ-ნელა ცათა კარიბჭის ქალები და ჭუხური დედამიწისა მეჭებზე გადამეფინა შემელდა სისხლი ძალგებში ხინამ ნელ-ნელა შეთქმულა გამოტრიალდი ბარბაცით დაშაშულ ძვლის მტვრავითა თვალებს გამომყვაფე ამ კრთალი ცივის ნათელის ფუქებით ამ თელი იგრიან მდუმარნი ამ მდუმარებით განთქმული ჩამორაგუდებად გვერდით მათსავით ჩამოზაფრული თეთრ ნისლები ქარებმა ერთ პაშად გადაგვახურეს დინათა კიდეც მიწაზე საფლავთა კარი დახურეს სულ ცეცხლი უნდა მეკიდოს სულ ცეცხლში უნდა ვბრუნავდე სიმსხლი მდიოდეს ბეჭედან თვალებსაც სისხლს აუწურავდე რა გასცილებს იავ რა გასცილებს უშენოდ გაზაფხულამდე რა გასცილებს რა დიდი დროა და რა მხელა ამამძინე ნახავას შავი ღორობელი რას შველია და რა მძიმე სულ გულს მიფქავს გულს ავარამი ვერ მომიცია საძილე აღარცად არ ჩანს პირიმზე სხვა ყვავილებმაც გამწირეს ხან თუ ღვთას გამკრავს გარეგანი გარემდულს წამომაცევლებს თვალსრევლიანი შევყურებ კლდის მხაზე დამსხდარ არწივებს ვერც იმათ რა ქმნეს გაკითა ხორბლებს ვერ ჩამომაცილეს დილას სალამი რომ მითხრა ზე თავი ოდნა მავწიე იქნებ დროც არის საწოთროს გარებს ჭრიალი თუ ხურავდე არაფერს ფიქრი არ მქონდეს არც არავის შევ ზრუნავდე და მხოლოდ თეთრი ნისლებით თელის გარშემო უბრუნავდე შენ თუ ვერ გნახავ დაბილო რა გასცილებს გაზაფხულობდე დღეს მზის დასვა არ მიამა კლდის მხაზე შესწყდა სიოსა დაჰბერა გრილმა ნიაომა საიქიოსა ჯერ შემაჟრჟოლა შემცირდა მერე სისხლს ჭერხლი მოჰკიდა მეგონა წვიდან შემსრიდა სუნთქვა სულების როგვიდან მოთქმა მესმოდა ქარებდა კადეს ჩანამზოლების ტყიოდა ცის მიწრო ზოლი განათდა თვალე ცით გადმოდიოდა შევიდა სულთა ფერხულში მათთან როგავდა დილამდე ჩემი აღყოფილი ხელს უში თქვიდა ნამაგი მივაგდე წევედი არად ჩავაგდე მოთქმა ედრევა სულების იქ ჩამოვკიდე თავად მზეს სადაც მე დალესხულები ფიქრი ჭიმასავით გამებრევა ღამე ცრემლით ამაქვს განათელი ცოდნე მოგვაშენე სამეგრელო თორემ დაგეშალა საქართველო თვალებს ცრემლები ვერ ამუშრე ზე წუთის სოფლისა მილეულა ოი სამეგრელო ჩემს მამულში დადის საქართველოს ორეული დადის საქართველოს ორეული დადის მწუხარე და ცრემლიანი დადის საქართველოს ორეული ძალზე ნაცნობი და შენიანი დროა ვიდრე მთელი გაემნევა ჟამი საწოთროში ჩამოჩრდილავს ცოდნე უნდა იჩოქოს სამეგრელო ვიდრე საქართველო დაჩოქილო დავედანები ამოუფლეთა მიწას მდერალი გულდამ დუღლული მიმოვლაცა წარიოდები ცივი
ქონია საქართველოს სხვა სატყივარი გარდა სიმცირის. სამშობლოს ცაზე გადმოფენილ შავ ზღურბლებს უმზელ დაჩნდება ეჭი მინაცრული სისხლის სამსჯალი ლაქჩის მამულო შემოგევლე არც კდელი გულზე ყველა სულელი შენ გარიგებს ჭკუას გასწავლის ლაქჩის მამულო შენს ჩამოღლილ წარღებს შევლოკავ სისხლით იწყება შენს ხეულზე ყველა ღილობი სულ შენი სენი გასთა მოწმის მებერ ევროპას ერთად შეხვდრია ნება გონი კაცობრიობის შენ უფლის კრავო სამსხვებროსთან მიბმულო უფლის შენს გამო მოვდგამ საკუთარი ძლების მკვდარდავი როცა ევროპა შენს ნათელ შობს მასპინძლობს ფურთხით სამყაროს გული ო მამულო რას უძრავს ნეკარი არა მამულო შენს დომერს ვერ შევეღვიები რადგან სისხლი რადგან გორგავს რადგან არ მძლავრობს გიბწნავს მკენ კერძა ღვთისმშობელის ნაფეხურები უნდა გურქვინავდე უნდა გქიხვდე უფლის ტაძარო არ დამეღალო შემოგევლე ორდნან ყორნემა დღეს ჩანს ყორნელის ძოლის ფერთა ხმაც შეშლილია ასე რად გებრძის დღეს მსოფლიოს ცხელი გონება მებერ ევროპას შენი ასე რადეშინია დავეტანები ამოვფრეთო მიწას მტირანი გულთამტუყრილი მიმოვლეწავ წარედ ვიცინი არა ჰქონია საქართველოს სხვა სატყივარი გარდა სიმცირის წვიმის წვეთებში შენს თვალებს ვეძებ რა მინდა შვილო ამ მწვანე გზებზე შენ მინდა სათავირებს ახვევ აქ ქარი ყველაფერს არხევს შენ სულს სისლურჯი ფერი უხდება მიწა დასცდის და შემოწუხდება ცისკენ ხო ცისკენ ფენა ისწავლე მიწას ბევრი აქვს სხვა სიმწარე ხედავ ჩემს სახეს როგორ დაღარა ხედავ ჩემს თვალებს როგორ აღამებს როგორ დამდრიკა და უდრეგელი ჩამომიზროლა შუბლის კედელი მე მიწა ვარ და მიწა ვერ დავთმე შენ შვილო ცისთვის გიმზადე საფრენს იქ მზე თავისთან მიყოლებს ახლო ზე იყო შენი საფრენ ბატონ დარიელის შვილიშვილმა ბრატიმ უნდა დაიწყოს ეს უმცროსი თაობის კარგენა. მე მინდა მასთან ერთად ვთხოვო ხარი დაუმაგრონ ჩვენმა საყვარელმა ბავშვებმა, რომლებიც სპეციალურად მოგზავნდნენ დღეს იმისათვის, რომ თქვენ შეხვდნენ თორნიკე თოდრიამ, ქეთევან გობიჩიამ და საკე მერაბიშვილი. ვერგულის ციხე ვარ გლისფერი, ამოზიდული დიდგორსა. შვიდ პირად მაგრავს რუბელი, გველი მილოკავს რიბოსა. ვერ იქამს წუთი სოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა. ხმალი მომეცი, სამკლავე, ფარიც აქ სატყმეიდოსა. ამოყვე, შენი თამოძო, სისხლი დაღვარული მინდოსა. მოყვარეს მოყვრის მიმუძო, დერმატი სანდროზიდოსა. მერმე, ჩამიქრებს ნათელი, ზეწითლა დამებიდოსა. ვერგულის ციხე ვარ გლისფერი, ზრის სისხლ გარი დიდგორსა. შეწყდა ჩოჩქოლი თებზე მიწვამზე, ეს ჩუმიწამი მერჩა წამება, მე ახლა ვდგავარ ქართულ მიწაზე, გავქნა თუ ეს საცმე წოტავება. 700 სიმწე უკუნე მძლავრა დაასაფრენა მიხმობერ მთები, მე როცა ქართული მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო გიჭირავს ხრებით. შენი თვარ დიდი, ხდება ვინ ჩვენთან ყოფნას ართულებს. ამ სამყაროსთვის შენ ახარ ხიდი, იმ სამყარომდე მიწავ ქართულო, შეუნდოს ღმერთმა, ვინაც გაგწირა, თასისხლს გიწოვდა, როგორც აფთარი, ვერ შეძლო ყველა, ერი არ წივა. დაიმათანაც იყავ მართალი, რა გჭირს ისეთი, მე რომ გიცავდე, როცა შენთან ვარ, ვიწვი ნებნება, ღმერთო, მე ვდგავარ ქართულ მიწაზე. ნათელი შენი, სულში მეღვრება, და ჰქუხს რიგალი, პანსვაზნებ მძლავრად, დაასაფრენად, იწებენ მთები, მე როცა ქართულ მიწაზე
მიწაზე ვდგავა, მთელი სამყარო, მე მიმაგწუხრებით. მამა ჩემო, ზედგილებს ამიანებს, გავაგზელო კიდევ ფრენა ფიქრი დამიყვარიანე მამა ჩემო, მაღლობს შემაცურე ცერით, ქარის ხმაზე ქრის სიმღერა წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი. დედა ჩემო, ფერო მიწის გამიმწუხრის ფერდა სული, შავი ზოლი მაწევს სივრცის ვარ ლანდებით დანისული, შუბლზე მადევს დანაცრული, ცა ასე არ მითრთოლია მამა ჩემო, დამასრულე წუთი სოფლის სიმფონია. ხამე ჩაიქცა თებში ზაქიუც, თავს კრულები შემკრა იარა, ჭიუხებს შეზრავს ჭადის ძახილი, ქედები წალვით გადაიარა, მისმა და ქარი ატირდა სადღაც, კლდე გამოქარულ სიმბალ დაუბეს, და კალმახით ხტებოდა ტალღა, დარწივები ეძებდნენ ბუდეს, ჩამოდიოდა ნადირი დაბლა, დრო მომქანსველი ფიქრებს არავდა, თას ერთ ღამეში დაეწყო დაღლა, თა ერთ ღამეში გაჭაღარავდა. რამდენიმე ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოგზავნდა სპეციალურად სამსაღამოსთვის და ძალიან დიდი მადლობა მათ. თავიდანვე მინდა მათ მადლობა უთხრა. თითოეულ თქვენთანაც გითხრათ მადლობა რომ მოგზავნით, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს აი ამ დარბაზში, განსაკუთრებით მათ რომ 100 კილომეტრი შეიძლება ითქვას მესტიდან არიან აქ სტუმრები, მე ვიცი ჩამოსული თიანეთიდან, ბოლნისიდან, სხვადასხვა რაიონებიდან საქართველოსი, რომლებიც სპეციალურად აი ამ საღამოსთვის, აი ამ უამინდობის მიუხედავად გზა გამოიარეს, რადგან თავიანთი საყვარელი, ჩვენი საყვარელი დარიელ ხარხელაურისთვის ეთქვათ, რომ ის არ არის მარტო, მას არ აქვს ცუდად ყოფნის უფლება, დარიელ ხარხელაურს არ აქვს, რომ თავი დაუხაროს უბედურებას, ტკივილს, რადგანაც ის არის მთელი საქართველოს ტკივილის სიმბოლო, ის არის კაცობის და ადამიანობის სიმბოლო, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ადამიანმა ღირსეულად დაითმინო, გადაიტანო და დღევანდელ დღემდე მოხვიდე. მე მინდა რომ თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით, დიდი მოგზაურობით მიესალმო ჩემი თაობის გმირის გამზრდელ დედას, მშობელ დედას, რომელმაც ბექა აღზარდა, მარინა ხარხელაურს მინდა მიესალმო. მადლობა უთხრა ყველასთვის. გამძლეობისათვის უთხრა მადლობა, რომ არის მაგალითი სიმტკიცის. ყველანაირი მაგალითია კაბატონი მარინა ამ სიმტკიცის. მე მინდა რომ თემურ ჩალაბაშვილს ხო ძალიან მიჭირს და მიმძიმს, იმიტომ რომ ბევრად რთული დღე გამოდგა ვიდრე მეგონა. რასაკვირველია, დიდი მწერლის, დიდ სულს უსაზღვროდ ეს სიამოვნებოდა, რომ ეს სიამოვნება, რომ ამ ულამაზესი ბიჭის დღეს დაემთხვა მის დღეს, დაბადების დღე. ჩემი ტარიელი როგორც ყოველთვის დიდი მოგზაურებული კაცი გახლავთ და ნახეთ როგორ მოიბოდიშა, მაგრამ ჩვენ ხომ სიკვდილმა გაგოთანაბრა ხალხ. დიდი და პატარა ადამიანი არ არსებობს, როცა
მოდის ის საოცრება, რასაც სიკვდილი ქვია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება სწორედ დღეს არის ეს დღე უფრო დიდად თუ შეიძლება გადაგვიორის საოცარი ლექსით, რომ ვინა თქვა შენი გარდაცვალება არასწორად შენ დღეს დაიბადებო. არავინ არ იცის სწორედ დღევანდელ დღეს დაემთხვა ეს საოცარი. მე ბედნიერიც ვარ და უბედურიც, რომ იმ საოცარი ხმატვილის რამოდენიმე სიტყვა და დიდი სიყვარული მახსოვს. ჩვენ სტუმრად ვიყავით ტარიელთან, მეგობარი მწერლები და ჩვენი გზის გამკვლევი იყო ტარიელის სახლში გველოდებოდა და შეპირებულიც ვიყავით, რომ ტარიელის ღვინით უნდა დაგვეჭაშნა კებინა რამოდენიმე წელში მისი, ალბათ მალე მისი ქორწილი. და რა უნდა გითხრათ მეტი, როგორც წარიმართა, თქვენ ყველა კარგად იცით და მოგეხსენებათ აფერულ ტარიელის კაცობას, რომ ამ ყველაფერს გაუძლო ისე, რომ ადამიანებს არ გვაჩვენა თავისი ის მამობრივი სისუსტე, რასაც მამა გარიცნის შვილის წინაშე. ნუ რავინ დავიტრაბახებ, მაგრამ მამის ცრემლი მტკიცე გამოდგა და მან შეძლო, რომ თავისი მაღალი პოეზიით შვილის დარდი ჩვენთვის თავზე კი არ მოეხვია, პირიქით ლექსში განებრია მისი საოცრება და საოცარი ლექსები შექმნა. მე ვერაფერს ვიტყვი მეც, დიდება შვილო შენ სულს, მარადიული იყო შენი დღეები და ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი შვილის თაობის დღეს ვიხსენებთ, ვერაფრის თქმას ვერ შევძლებთ გარდა მისას, რომ მისი თაობა უნდა ყოფილიყო ჩვენი დამტირებელი, კარგად ითქვა ლექსებში, მაგრამ ჩვენ მოგვიხდა მათი გაცილება. უფლის ნება და იყოს მაღალი უფალი, როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა. ეთხოვ გიორგი არაბული თუ არის? არ ვიცი, მე რა შემიძლია თქვა ასეთი სიტყვების შემდეგ. უბრალოდ ჩემი თაობის სახელით ძალიან დიდ მადლობას გადავხდი ტარიელ ზიას, იმიტომ რომ ჩვენთვის ის არის იმედი და ის არის იმ ღორღიანი და თოვლიანი გზის მკვალავი, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ჩვენ მივდეთ და საგრძლად ტარიელ ზიას ლექსები გვაქვს. მე წაგიკითხავთ ტარიელ ზიას ლექსს. მზე ხრებით მიაქვს მშვინავ ხარს, ჭიუხთ შეფარდა კლდიანს. შენი მკვლელისთვის ინახავ შენს მკერდში გავლილ ტყვიას, ისე ვისავა რაც ვიყავ, მივყებ, მივითრევ ზამთარს მიყვარდა, ისე ვის მიყვარს სისხლ მოწყურებულ აფთარს, ან როგორ გავიწურთნები, დრო ჩემს გაწურთნას ითხოვ ზოგჯერ ბინდივით მწუხრდები სისხლს, რომ აკრდება სითბო არ ვიცი შვილო, რაც მირჩევ, მეც გავხდი თავის წვერა ბუბუნით მივალ, არ ვიმჩნევ, ღამით ნისლებზე ვწევარ, ვარამსავ ძო და ვიცოხნი ფიქრს. კინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ, ცოტა ხანს კიდევ ბალღო, მერე ცის დახრილ ნაპირებს ამოუხვები ნელა იმ კაცის დედავატირე, რომ დაიტანოს ცრემლმა, ზე ხრებით მიაქვს მშვინავ ხარს, ჭიუხთ შეფარდა კლდიანს, შენი მკვლელისთვის ინახავს შენს მკერდში გავლილ ტყვიას. ბატონ თემურ ქორჩეს. მახსენდება ერთი მეფე პოეტის, ყველაზე ტრაგიკული მეფე პოეტის, წუთი სოფლის სამდურავი, გასწორ ალბათ, რად სოფელო სხვა დასვი ჩემებრ მემქმენ დასადაგე დამიკარგე ძე ასული ხორცი ჩემი დასადაგე და შემდეგ მიდის უაღრესად ტრაგიკული რეგისტრის განცდები და ყველაზე შემზარავი მაინც დასაწყისია რად სოფელო სხვა დასწრი ჩემებრ. და საოცარია პოეტისგან ასეთი შემზარავი თავზარ დამცემი შურის ზიების გრძნობა
მთელი სამყარო სიძულვილს ზიზღს რომ იტევს წამიან ზიზღს შურისძიების გრძნობა იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ რომელსაც არც სამართალში არც იურისპრუდენციაში არ აქვს შესაფერისი განცდითი გამოხატვის ფორმა მხოლოდ ლექსში შეიძლება გამოიხატოს ეს ყველაფერი და ალბათ მართალი იყო ის ესთეტი რომელიც ამბობდა რომ პოეზია სხვა არ არის რა თუ არა ცხრემლის სიხარულის ტყივილის გამოხატვის სიტყვიერ ფორმაში თხრის ხელოვნება შევცვლის კი ცხრემლს სიტყვა შეუძლია კი იყოს თანაფარდი და თანასწორი სიტყვა ცხრემლისა იმ ცხრემლისა რომელიც ასე ტრაგიკულ ვითარებაში იღვრება ბუნებად შეძრწუნდაო იტყვიან ხოლმე ასეთ ფაქტზე ასეთ მოვლენაზე და რა შეუძლია ადამიანს გარდა იმისა რომ გადოს ხიდი თავსა და ზეცას შორის სხვათა შორის ამგვარი ხიდის გადების მცდელობები ყოფილა პოეზიაში მშველელად გამორჩენია პოეზია ასეთოს ადამიანს თუნდაც გალაქტიონი რომ გავიხსენოთ დღეს მხოლოდ მზია და ლამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი ყველაზე ეგონა რომ ეს იყო ხელოვნებად ნათქვამი განცდა ხელოვნება ხელოსნობა ხელობით ნათქვამი იყო მაგრამ არა როდესაც მე ვთქვა გალაქტიონმა მე ვიხსნი ნიღავს მომგვარეთ რაში ჩვენ დავინახეთ ნამდვილი სახე ნამდვილი ტრაგიზმი გალაქტიონისა როდესაც ის გადმოეშვა მეოთხე სართულიდან და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ჩვენ ნახეთ დიდი ტრაგედია და თუ აქამდე ტარიელ ხალხელაურის პოეზიაში იყო სახე ხატები რა თქმა უნდა ტრაგიკული რა თქმა უნდა მძაფრი რა თქმა უნდა დრამატული იმიტომ რომ ცხოვრება არ გვაძლევს არ ხეინად ყოფნის საშუალებას და შესაძლებელი ეს ზოგიერთს მოსჩვენებოდა ვითარცა პოეტის პოზა როგორც თავის დროზე ყურადღებას ამახვილებდნენ სვებედნიერი სიმბოლისტები ვალერე კაფრინდაშვილს პირდაპირ აქვს ასეთი წერილი პოეტის პოზა და ვიცი ჩვენ 20-იანი წლების პოეტებს როგორ უხდებოდათ ეს პოზა და როგორ ისტრაფოდნენ ამგვარი პოზისკენ ჩვენ ძვირფას ტარიელ ხალხელაურს ყველა გზა მოჭრილი აქვს პოეტის პოზისკენ იგი გულწრფელია თხემი ტერფამდე მის ლექსში ჩაენაცვლა ცხრემლს სიტყვა მისი ცხრემლი და მისი სიტყვა ერთია ეს უკვე ისედაც საოცარი ნიჭის პოეტს დიდი ნიჭის პოეტს დიდი მთის პოეტს რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია დღევანდელ ქართულ პოეზიაში და რომელსაც უკვე თავისი ადგილი დამკვიდრებული აქვს ჩვენს დიდ სამწერლო თანაბარ პოეტში ტარიელ ხალხელაურს უკვე აქვს თავისი უჩვეულოდ ნაზიარები სიტყვა და ცხრემლი არასოდეს არ განკვეთება სიტყვა და ცხრემლი ტარიელის პოეზიიდან მაგრამ ეს პოეზია დარჩება უწინარეს ყოვლისა როგორც დიალი ტრაგიზმი კოსმიური ტრაგიზმი იმიტომ რომ არაფერი არ აახლოვებს ღმერთთან ადამიანს როგორც წილხდომილობა შვილ დაღუპულ დედასთან მარინა ღვთისმშობლის წუხარების ძმა იმიტომ რომ მან შვილი შესწირა მისი შვილი შეეწირა დიდ იდეალებს შეეწირა ვაჟკაცურ იდეალს შეეწირა ბექა ხალხელაური და ეს საღამოც უჩვეულო განსხვავებული აბსოლუტურად ყველა სხვა საღამოსაგან გვინდოდა აქ ყოფილიყო სუნთქვა პოეზიისა ლექსისა არის ეს სუნთქვა არის პოეზია ოღონდ ესაა ტრაგიკული პოეზია არავინ არ თქვას აბსოლუტურად არავინ დაიკვეხოს რომ ოდესმე შედგება პოეტი ვის ლექსშიც ცხრემლი არ ჟონავს სადაც არ არის გული სევდიანი წუხარე შეღამების მდუმარებით შემოსილი ქნარის ჟღერა საიდანაც არ ისმის არ არსებობს პოეზია წუხარების გარეშე მანნა საღლიანი და მანას ხო მანნა ვერკულის ციხე ვარ კლის ფერი ამოზიდული დიდგორსა შვიდპირად მაკრავს ღრუბელი გველი მილოკავს ლიბოსა ვერი ქამს წუთი სოფელი ფეხებზე დამიკიდოსა ხმალი მომეცით სამკლავე ფარიცაკ გვერდით იდოსა ამოვყევ შენით ამოვძო
ყოფილი მიოგოს ერმაკი სამტროზი დოსა მერე ჩამიქრეს ნათელი ზეცითლად დამბინდოსა ვერკულის ციხევა გლისფერი რისრის სხვადმდგარი დიდგოსა მოგესალმებით კარგოდონი მოდამადონება ერმოდის მოგეხდით წუთებისთვის რაც მე უნდა მომისმინოთ ვერ მინდა დედმამად მივმართო ბეკას დედმამად კარიერს უძეგე ერთი ლექსი მე რო ვილოცებს ხუთი ლოცებს გინდა ის სომეხი ანდა ეს თათარი ჩემი მამულისთვის ის ფოვერიშვილმა ერთი რათ არის მე რომ აწუხებს ამ ბერძენ საწუხებს ანამრუს მამულში ქართველის მცირობა და რომ თქვა მართალი ჩემ სახლში ჩემ ჭერქვეშ რა უნდა გმირობა მეც უბრალოდ სიმართლეს მოგიყვებით არელბადონო ქალბადონო მარინა 84 წელში 1984 წელში პირიქით ხევსურეთში ანდაკში სოფელი ანდაკი არის ივლისის მიწურულს 13 წლის ბავშვი დაეღუპა შაბურადელია მე რომ მივედი სამძიმარზე დედას მიუსამძიმრეთ მეოთხე ვაჟი ჰყავდა დედას მკვდარი წინესვენა პირველი წლისთავი არ აქონდა გადაყდილი და რომ მიუსამძიმრეთ დედას დედამ რომელიც იმ ხეობას არ გამოსილებია და არ წაუკითხია ის წიგნი რაც ველახმაში გვიწერია ნოეს ღმერთმა 6 ქალვაჟი დაეღუპა და ეკჯერე მადლობა უთხრა უპარსაო ამ დედამ გვითხრა ასეთი სიტყვები ჩვენ სამი ბიჭი ვიყავით მისული სამძიმარზე მე რა სატირალი ვარ შვილებო ბერჩავი იზედა ერთი ბიჭი რო ყავს და ის მოუკვდებაო აი ეს არის სატირალიო მე ღმერთმა მომცაო და ღმერთმა წაიყვანაო იმის შემდეგ ვაკვირდებოდი იმ ოჯახობის შვილ ბოლოს როგორ მიდიოდნენ 27 წელიწადი გავიდა ბეწვი რომ არ შეშლა იმის ჯალავს ალბათო მარინა ვერას უშვებით სიკვდილს გამაგრების სმეთს ხნიერი ჩვენი წინაპრების ნათქვამია ყველაფრის წამალი არსებობს სიბერის არაო სიბერე მოდის ხვდით არის სიკვდილს გამაგრება ჩვენის მე მინდა რომ ჩვენს ისტორიული საქართველოს ისტორიულ ქართველებს მიმართო ასევე სანდრო მიკაშვილი ბრძანდება ჩვენთან და მე მინდა სანდროს თხოვო რომ მოვიდეს ჩვენთან რომელიც წაიკითხავს ბატონი დარიელის ლექსს ბატონი სანდრო გახლავთ ირანში გადასახლებული ფერეიგნელი ქართველებისა ფერეიგნელი ქართველია და დიდი სიყვარულით მივესალმოთ ჩვენს სანდროს რომელმაც სპარსულად თარგმნა კარიო ქართველაურის ლექსები კარიო ქართველაურის სპარსულად თარგმნა განდი ფიქრი და ტივილი ჩემგან მოედო სამყაროს რას ამბობ ნიშნო ტირილი შენ როგორ უნდა მასწავლო ეს მე ვარ მე და კალთაზე ძრებლად რო ჩამოვწატყა ისეთი მადლი იქნება დარბაზში რომ დავიცი ვერა ენა ვერ იტყვის ამას და ვერა კალამი ვერ აღწერს და ციფრული ვერ დააფიქსირებს. მადლობა უყვარს ამისთვის რომ ამ აერსავს უმთავროდ თქვენ ასმულთავთ. მადლობა უყვარს რომ სივრცეში ვარ და ხალხი განდება და უიზიარებს და ის მათსა. მადლობა ბატონ დარიელს რომ ამ უწმინდესი ქართული მარანის ქართული კულტურის მარანიდან გვალევინებს, გვასწნევინებს ხოლმე და გვაძლევს თავის გამალი ლექსები. ეს რაღაც პატარა ლექსი რომ გიორგი მამ დანა დავიკითხავდა ლევსაში რა. აი ესა ვარ რაცა ვარ. ცხალი ვარ ლოტა ნაჟური. არც ბოლი, არცა ნაცარი, არც ხე ხარი რომ აჯჟოლებს. მუხა ვარ დოდებ გაშლილი. მეხდა დიდგალთან ლეველი. სხვა ვარ, სხვა დალღებ აშლილი. ვერძლეულ ძალთან ლეველი. იქნება სილაჟ ვარდევარ
უსაზღვროდ იქნება სილაჟ ვარდევარ უსაზღრო დაულეველი ციხე ვარ გაუტეხელი საძირკვე დაუნგრეველი ქარი ვარ მთავარ ნისლი ვარ მდინარე ჭალა ტეველი ჩემშია მთელი სამყარო ეშმაკიანად ღვთიანად დაუბრალებ ქედნი დარკალონ ვინ ამხმო ადამიანად მადლობა. მინდა გითხრათ, რომ ბატონი დარიელის ლექსები ითარგმნა, რადგანაც თარგმანს ვეხებით იტალიურ, ინგლისურ, გერმანულ, ჩეჩნურ, რუსულ, სპარსულ ენებზე, რომელიც ახლა მახსენდება და 21 საუკუნის პროექტისთვის თხოვ ადამიანს, რომელმაც თავის თავზე იქისრა აი ამ დიდი ტრაგედიის შემდგომ დარიელ ხარხელაურის გადარჩენა, მისი პოეზიის გადარჩენა, კაცს რომელმაც ღირსება არ დათმო არც ერთი დღე, არც ერთი წუთი პოლიტიკური რეპრესიების მიუხედავად 4 წლიანი, აი სისხლიანი რეჟიმის დროს 4 წლიანი საპატიმროს მიღმა დარჩენის მიუხედავად ისეთი ღირსეული გამოვიდა, რომ ერთ ადამიანს ვერ მოძებნით, რაიმე სიტყვა დადრიკოს და ბატონ ომარ ქუცნაშვილზე რაიმე თქვას. ომარ ქუცნაშვილი კაცმა, რომელმაც გადაარჩინა დარიელის ლექსები და მოფარა შეიძლება ითქვას და დაუფეჭდა პირველი და მეორე წიგნი, რადგანაც დარიელს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აი ამ ამბის შემდეგ დაეწყო მთელი თავისი შემოქმედება და ომარ ქუცნაშვილმა ეს არ დაანება. კიდევ ერთხელ მადლობა ომარ ქუცნაშვილს და მიერთებათ. ჩემს სტუდენტებს, ახალგაზრდებს აი ამ ბოლო წლებში განცდილი თავდატეხილი გაუგონარი უსამართლობის ჟამს შევახსენებდი ხოლმე, რომ ამაღად და კედოხელად უნდა იდგეთ, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ ხართ თანამედროვენი სამ ფუმბერაზე პიროვნების. ეს გახლავთ ჩვენი უწმინდესი და ესეთი ასეთი უსაყვარლესი, უდიდესი წერალი, უდიდესი მოაზროვნე დიდი ჭაბუა და დარიელ ხარხელაურის მეთქი. მე გინდა რომ დღეს ორ ფეხზე დგას საქართველო, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ისტორიის მანძილზე ცალ ფეხზეც მდგას რუსთაველის ანაბარა სუზიდია ტვირთი და მოუტანია დღემდე. ხმად ვარ დარწმუნებული, რომ კვლავ გამოჩნდებიან დიდი პოეტები, წადა ქერცს დავლანდე კიდეც ხსევ ხევსურეთიდან ახალგაზრდა ბიჭი და მრავალი იქნება ასეთი საქართველოში. დღეს უსმენთ და ბევრჯერ მოვისმინე აქ დღეს ამ საღამოს ასეთი ნაღვლიანი საღამოს წამყვანის გიორგის სიტყვები, ეს ახალგაზრდა ბრძენი კაცი და როგორ მიამაყება, რომ ასეთი თაობა ყავს, ასეთი წინაპრები, ასეთი წარსულისანი ვართ და რომ დღეს დარიელი ყავს ასე ამოყად, რომ უდგას ქართულ მწერლობას თავისი მხრებით რომ ეძდება მთელ ისტორიას და იმ ტანჯვას და იმ ვაებასაც, რაც ქართველებს ერთად გადაუტანია. ამერ შევთხოვ, რომ ბეკას წასვლით იმ ზეწირ საქართველოში სინდისისა და პატიოსნებისათვის, კაცობისა და ქართული ტრადიციების დაცვისათვის, აი ამ ჩვენ ამ ბედუყომარ წლებში როგორ იყო საჭირო, რომ ის მან თავისი სიტყვა ასეთი კივილით დამძიმებული ცხოვრება არ გუნა მის მშობლებს. უფალს ვთხოვ, რომ შეაძლებიოს მათ და ყველას, ვისაც შვილისგან განცდილიეს მწუხარე კივილი ასე ძიმე აწევს მხრებზე, მაგრამ მაინც ვაშკაცობდა ქართულად ეწევა ამ ტვირთს. დარიელ, რა გითხრა ჩემო ძმაო, ძალიან დიდი პიროვნება ხარ, ძალიან დიდი ქართველი ხარ, ძალიან დიდი ტვირთის ღირსიც ხარ, იმიტომ რომ შენ ამ ტვირთის ზიდვა შეგიძლია.
ვარსკვლავი შემხელდა შვილო თენებას მამცნობს მამრის სკევილი ზამთრის რამია გრძელი ხრის ცივა დაიფერფლება ჩემი ტკივილი ჩამომეყალნენ ზეცის ყურებით თვალები ღიობს არტოვებ მცირეს რომ ყვარი შენ ნაფეხურების ასწამიშავს მზის ხილმა შვილო არა მყოფილო არასდროს მხდალი დღეს დუმს გული და სიცხლიც გრილია სამზეოს ჩემი იშლება ყვალი ყველა გზა ჩემი მტვერწაყრილია და ეს სხეული ასე რომ ზარავს ხვალ ჩამომცივა ღიერთულებიდან მალე ჩემს ტაძარს დატოვებს მთვარე და ნელა-ნელა შეუბინდები და უკანასკნელად კიდევ ვიხმულებ მერე ქარებმა ისლით დამფარონ წამებად მექცა დროის სიხუე და ჯოჯოხეთად მთელი სამყარო მინდა ხო სოფლიო კივილი არის ამ დაცალდა წადებული თუ ვინმე შეიძლება სტიოდეს დღეს საქართველოში ყველანაირი წინა სიტყვაობის გარეშე გელადაიოს იო მოგესალმებით არიცი როგორ მოხდი გამოსვლასიაში მართლა არიცი ერთი ვიცი ალბათ ტკივილი თამარჩია ტალენტია გუშინ თეოს საღამო ჰქონდა ქალბატონ გიორგი ჩხარეგულის სალონში და გუშინ ფიქრობდი მე როგორც რეპეტიცია ისე გავიარე დღევანდელი დღისთვის ტკივილის წინაშე რა თქმა უნდა მე ვიცი დღევანდელი მე არ ვიცი მაგრამ მე ისე ვფიქრობ დღევანდელი დღე ტალენტიასთვის და ქალბატონ მარინასთვის არის ბექას დღე, ტკივილის დღე, მოფერების დღე არ მინდა რომ ბევრი ვისაუბრო, იმიტომ რომ ტკივილისთვის გაძლება მეც და ბევრმა სხვამაც ამ ოჯახისგან ისწავლა. ღმერთმა გაგაძლიერებს ტალენტია და ქალბატონო მარინა. გაიცრიცება საღამოს მინდი, ვიცი ამ დილით უნდა მოთოვოს. ვიცი ჩემი გზა საითაც მიდის შენ საითახვალ ხმელო ფოთოლო. ამოვარდნილა ქალი ძლიერიო როგორ ვცდილობს რომ ავათრთულოს და შენზე ამით ვარ ბედნიერი რომ ქარს არავდებ ხმელო ფოთოლო და გახეობებს რუბენის ჯვალავს თაბდუმს ამ დილით უნდა მოთოვოს ვიცი ჩემი გზა საითაც წავალ შენ საითახვალ ხმელო ფოთოლო სოფოს ხო სოფო ხახელაური პირველად აჯარებს ამის გასწრებას მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მომწანებისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერს ჩვენს გვერდით გახართ. ზიამოდის და ზის ხიში გეძებ, ვინ გამარწმუნებს, რომ ზიარა ხარ, ან სათანისლი დაწეხარ მთებზე, ან იქნებ შვილო, მოხვალ ბალახარ, იქნებ ხარ მთვარე, წუხეროს დიე, და რომ დამტოვა მთების აჭრდილად, იქნებ ზღვა ხარ და ბორ გავწინია, რომ თვითმკვლელობას გადამარჩინე. ჭილხებიდან დაიძრა ნისლი, თენებას მამცნობს ყეფა არწივთა, ზიამოჩდა და ფერები მკრთალი, დაჭერხულ შუბზე შემომაგვრითა, ყველგან შემხედავ, სადაც რაც მზის ქვეშ შუნთქავს, გელი ხმუის თუ გალოცფრინველი, შებას შენაძრევ სულ თავისუფალს, ციდან ჩამოგავს მასაბუროები, დაშაშულ ბაგეს მინედლებს ლოცვა, შევწოდოცობის მზარავს, სიცოცხლე უხდება ცოცხალს, რა უნდა უფოს ჩემსავით მკვდარმა. იხელთრებს ცაზე ღრუბელი აჩნდა, ღრუბელი მკვრივი და ტყვიისფერი, ზურგს უკავ მთელი სამყარო დამრჩა, წინ ქაოსი და ყვითელი მტვერი, დგები, წინ შემგთავ ნაბიჯ ვაცურებ, არ მაბატიებ შენამ დაცემას სამყარო ისეთ სრემჭით დაცურავს, რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრევმა, ფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით. თუ რამე დამხვდა ხელის შემშლელი, ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით, ვიცოცხლებ ისე როგორც შეჩვენის. უარყავ ჟამი ქარების ჩათვლით, მე წუთის ოფლით უკმაყოფილო, ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით, როგორც ალმა წუთის ოფლით. სოფოს რომ ეს მაქსიმალურად შეეძახა თავისთვის და
შესწირებდა თქვენს წინაშე გამოსვლა დიდი მადლობა მას რომ პირველად დარიელის საღამოზე გამოვიდეს მე მინდა ასევე მივესალმო დარიელის ოჯახს რომლებიც ეს ჩამოვიდნენ მის დას მის შვილებს მთელ ოჯახს დიდი სიყვარულით ვიცი რომ პირველად არიან როგორც ისინი დარიელის საღამოზე დიდი მადლობა მათ გამძლეობისთვის დარიელის ოჯახს მის დას მივესალმო დიდი მადლობა. მე მინდა მივესალმო ასევე თეატრიელის მეგობრების, ჩვენი სასიხარდულო მამულიშვილების ოჯახებს, რომლებიც დღეს აქ მობრძანდნენ. მე მინდა მივესალმო ჩვენი ძალიან დიდი პოეტის გაუტონ მანა ჩიტიშვილის ოჯახს. გაუტონ მანა ჯანმრთელობის გამო არ არის ჩვენთან, მაგრამ მისი ოჯახი აქ არის და მივესალმებით მას. დილას დაგვირე გადასხვევთან ერთად დღეს ჩვენთან არის საკმაოდ ასე დიდი მადლობა თეატრიელის მეგობრის უგზარ სულურის ოჯახს რომელიც ჩვენთან ერთად არის და მივესალმები მათ თამარ ლომიძეს მოგესალმებით. დიდი ტკივილის დღეა დღეს და შეიძლება ემოციის გარეშე იყო ადამიანი. მეტყვი მთელი დარბაზი დამოხტული და მთელი საქართველო დღეს არიან ხალხელაურის გვერდით მომდგას ეს დიდი სიყვარულის, დიდი თაყვანისცემის დამტკიცება არის და მაბადიეთ ხელავ, მაგრამ ან ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე მათი ტკივილი ისე მაქვს გათავისებული, როგორც საკუთარი ოჯახის ტკივილი და მე მაოცებს მათი გამძლეობა. ისინი არიან მაგალითი ჩემთვის, როგორ უნდა გავესაუბრო სიკვდილს, როგორ უნდა შევრიგდეთ სიკვდილს და როგორ უნდა ვიყოთ გამძლელი, ვაშკაცურნი, ამდალნი და როგორ უნდა ვებრძოლოთ ყოველგვარ უზნეობას. დღევანდელი დღე დამტკიცებაა კიდევ იმის, რომ ჩვენ არ გვაქვს კიდევ წუხარების უფლება, როცა ტარიელ ხალხელაური ყავს საქართველოს, არა მარტო საქართველოს, სამყაროს ყავს ტარიელ ხალხელაური და მე მინდა რომ ყველას მიულოცო მისი მნიშვნელობა, ჩემი ლექსით მინდა მიულოცო მას. შენ თებში მალავ ქარის იარებს დადუმილივით ტანჯვით ათენებ, კვლავ ხანძლივებს სიკვდილს სიცოცხლეს, კვლავ აფრთიანებ ქაღალდის მტრედებს და გაწვიმს ისე, სულის შემძველად ქეთსუხრი ზეცას, გლის მუხლებს სიყრი, თითქოს მაცხოვარ ჯვარცმულს და ნებულს ისევ ფერდიდან ვდიოდეს სისხლი, თითქოს ცხეთასთან მარჯვენას გჭრიდნენ, ისევ გესროდნენ მოწამლულიებს, რადგანაც სული სამშობლოდ გექცა და უფლის ხელში ვერ ჩაეტიე. მაპატიეთ. ჩემი თავიდან ოტოფალია. მოგესალმებით. ესორმაგანცემი დღეა. აგერს ავისაუბრებ და წავიკითხავ ლექს, რომელიც წუხებ დაუწერე თეატრიელს. თალად მოჩანდა სინათლე ნელში ზამთრის ბურუსში გამოხვეული ძლივს გადაჰქონდათ ხელიდან ხელში პატარა ბავშვებს თოვლის რვეული ვერ შეგალია თოვლის ვერსალიც ვერც სერკვლის ციხე და ვერც პარხალი ბეჩოვის ზურგი დაგაქვს მზესავით და გაკრთობს შურთხის ფრთხილი ფართხალი არი მოედო მიწას და ერქვანს მისჩერები ხარ დღეებს ნაძვირალს ისე უეცრად დასრულ და ბექა სიკვდილმაც ვეღარ მოგისამძიმრა ეძებდა ბოლოს მაინც იპომი წუთი სოფელმა
თუნდაც მოგლიოს შერჩებით შემდა ლექსის ტრიქონი როგორც არ უნდა გძულდეს სოფლი არწმუნებული ვარ, როგორც არავინ ისია ის ჩვენთან ერთად. საინტერესო ის არის, რომ ბატონ ტარიელ ხარხელაუს აქამდე მხოლოდ 3 კრებული აქვს გამოცემული. ვისაუბრეთ ზეგან პირველ მეორე კრებულზე, რომელიც ბატონი ომარის დიდი თანადგომით გამოიცა და მესამე კრებული ზუსტად 1 წლის წინ აი ამ დარბაზში წარადგინა საზოგადოებას. წელს ბატონ ტარიელი გამოსცემს მეოთხე კრებულს, რომელიც ეძღვნება მის უწმინდესობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს, რომელსაც ბრძანი მოძღვარო ჰქვია და სადაც ყველა ლექსი არის სწორედ აი ამ ტკივილითა და სიყვარულით გაჯერებული შესული, რომელიც საიუბილეო სასაჩუქრე კრებული იქნება და დისკთან ერთად, აუდიო დისკთან ერთად, რომელიც გამოვიდა ტარიელ ხარხელაურის ბრძანი მოძღვარო, სადაც თვითონ ბატონი ტარიელი 27 საკუთარ ლექსს კითხულობს აი ამ აუდიო ალბომში. სტუდიური ჩანაწერია მაღალ დონეზე გამოცემული, რომელიც წარადგინება უკვე ახალ წელს ლიტერატურული საზოგადოება ვერგულის ციხელი წარდგება აი ამ დისკის წინაშე. ასევე გამოვიდა ქალბატონი მარინა ჩიტიშვილის აუდიო კრებული, ბატონი თემურ ჩალაბაშვილისაც გამოვა ამ დღეებში და აი ამ ძვირფასი საგანძურით იქნება ლიტერატურული საზოგადოება, რომელიც დაფუძნდა სწორედ ბატონი ომარ ხუცნაშვილის, მარინა ხარხელაურის და კეთილ ადამიანების თანადგომითა და ჩვენი მონამორჩილის მონაწილეობით ასევე. მინდა რომ დიდი მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ბატონი ტარიელ ხარხელაურის გვერდით. დიდი ეპოქა დასრულდა შეშლის. დასრულდა ჟამი დიდი სიყვარულის. გამევხარხარა უღვითრეს მტერში ქალის საშოდან გამოიყოლე. ჩაქრა ყველამზე, რომელიც მწავდა და წარგვებს, სისხლის დიოდა და სხვა არავის, ახლა ჩემს გარდა არავინ მგონებს ცოტაღიობდა. არავინ არ აჩანს, რომ დაფერფლებ მზეების მტვერით სული გახსპანოს, რიგლეთ სახიდან ნიღბებს დაფლეთით და დიდ სცენაზე ვიწევს სამყაროს. მე ასე თუ ისე ლექსის საშუალებით ვახერხე საკუთარი ტკივილის შემსუბუქებას და არგუმენტს ელად მეცოდება კიდეც ჩემი მოვლება მას ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ მინდა რომ თუკი შეძლებს ჩემი სიტყვა გაამხნევოს ლექსამდე სწავლობეთხა. შევაბეთ ჩემო ქალბატონო. მაგხილი სიტყვა იქ შეუწყდება, სადაც მანძილს მე და შენ შორის ზეცისკარი საიმედო სივრცით ჩაკეტავს. შევაბეთ ჩემო ქალბატონო. ეს სიტყვა თითქოს მსუბუქია და არ ამძიმებს ჩემს მარტოობას. იქიდან აქეთ რამ მსუბუქად მოვდებდი ქარებს. დამძიმებული ღრუბელებით მივალ აქედან ღამის ფონზე კი გარკვევით ჩანს დათოლილი მთებზე როგორ ამოდის თეთრი მთვარე შემკრთალი. თუ ყველაფერი აქ მთავრდება და ამის შემდეგ აღარც მთვარეა, აღარც თოვლი და აღარც კალიმას აღარ დარჩა, ეკითხები შეშლილ მსოფლიოს. სიცარიელე, ეს პასუხი არ არის სრული. მაშინ სიცოცხლე არაფერი აღარ ყოფილა და ჯოჯოხეთი რაღაც უნდა ვაწამოთ სული. ჩემს კიველია
კარგ ხმას გელადაიოს მილესალმაგე იცოცხლო ერთი მზის გარდა სხვა მზე არ გქონდეს მარაგად თუ ერთხელ მაინც შენს ხმაზე არ იარაგვა არაგუმა არც სამშობლო ცოტა თუ მაინც არ აგეგავს რა ხშირად ხეფენ ყორნები მას რა ქნან სესხლით თალეში ჩვენ კი სამშობლო მამულით წრემლად გვადენება თვალებში გულს ნაფაგიფდეთ ყორნების მზერას ორბების თალეში ერთხელ ჯობია სიკვდილის სულყოფნას სიმწურ ხარეში იბორბოს მხოლოდ თავის ხმით რამდენიც უნდა არაგუმა დღეს არ ჩვენ ვარ სამშობლო არაგუგავს დავდივარ თვითონი დრო გვრევს დავითის ნაშიერად ჩვენგან ვითხოვარ გმირობას ჩვენ ხმლებს ქარქაში ვამშიერ დღეს თუ დაბლავდა მახვილი ხვალ სულ არავის გაუჭირს შვილო ჩვენს ტკივილს კი არა მამულს მივხედოთ რა უჭირს იცოცხლო ერთი მზის გარდა სხვა მზე არ გქონდეს მარაგად და ერთხელ მაინც შენს ხმაზე არ არაგუმა არც სამშობლო თუ ცოტა მაინც არ აგეგავს ეს გაბრიელ ჯაბუშანურია გაბრიელ ჯაბუშანურს მზის ზურგს წრემლებით ვაგრილებ იცის რაც დასაძველია ცოტი სოფელი გაბრიელ აუ რა ძალიან ჭრელია სტუმრობს სურათის ნაგრილებს სად ფიქრი არ აქვთ ნათელის რა დიდიცაა გაბრიელ რა ბევრი დნება სამთელი ცურავენ სულნილისლი იმცურავიან და ქრებიან იქურავდებიან ისინიც სად ბინდისფერი მთებია სადაც ღვთის ცეცხლი ანთია ცის მადლი გხურავთ სხეულთა მანდაც ცალკე გაქვთ კარავი სამზეოს გამორჩეულთა საწუთროს თვითაც გამღურეს და რა შეგატყვეს ზავისა ახლა ჩემთან ცდის გაბრიელ მაინც არის შლის თავისას ჩემს მერე მისთან მოუწევს კიდევ მოსინჯა ძალისა როცა შენს მაღალ აჩრდილთან სხივი ჩამომსვას მთარისა მზის ზურგს წრემლებით ვაგრილებ იცის რაც დასაძველია თუთი სოფელი გაბრიელ აუ რა ძალიან ჭრელია არ გამიწყდა ძალოღით მელის შევაგურეთ სულში ფურთხოს რას უყურებთ საქართველო ისევ სხვის დაკუნურზე ბუქნობს შინ სტუმარი მასპინი ძელობს მე დასესრულ მაჯებს უროკავ დასხეთ დაში საქართველო ისევ სხვის დაკუნურზე როკავს ნათელ სიგვრივ მანელი მიუსებს ფერიცისაც შეცვლილია შემოგევლე ისე გაშინია როცილობდა ძულხარ ცრემლო შენ ლიქცია ყოფნა მწუხრა ნაცრად იქეც საქართველო თუკი ახლაც დაიმუხლა ღამიადა დგავარ ცივად ქარებს ახვა ხმა ვედრების თქვი მამულო სადაც დგება წყლურზე წამლად და გედების თქვი და თუნდაც ჩემს ცრემლია თვალებს შერჩეთ ფერი კეთრის საქართველო არ გწვენია ღმერთის შემოგევლე ღმერთის არხევს ქარი ალის ხეთარ ტოებს შავი ნისლი ზგლად ეხება დერებს აღარ უძლებს სული სიმართოვეს სული დერის სასურველო ამ ღრუბლიდან ხვალე დაიწყება თოვლის ფიფქთა ცვენა შენი სახე დაულამდეს თვალეს და უიდან გამოჟონა ცრემლმა მოვა თოვლი და ფერები მწირი გამიმძაფრებს პოეზიის განცდას მე განვძარცვე საკუთარი ჩრდილი წესად მეკცა აჩრდილების წარცვა და რო არხევს
ალვის ხეთარდუებს არის სულის მისტიკური ბოდვა აუჯანყდა სულის სიმარტოვეს და ქარებში გააგრძელა ბორბა სასულიერო ცრემლით ვიკლავ წყორბილს არაფერი არ მიკლია შეშლას ხვალ დაღრეკენ ზალებს სახსასრულის დაიწყება ჩემი ღმერთში შესვლა არხევს ქარი ალვის ხეთარდუებს ნესლის ფარა დახვევია დეებს დაუტოვეს სიმარტოვე ბოეთს სიმარტოვე და ფერები მწირი ახლა შედარებით ცოტაც იოელი მოსასმენი დილა ჩემს პანჯარასთან მესმის კონტკოტი ბეღურის ხასიათი მაქვს ისეთი ახალი გამოძებულის ვისია გამრაზებული ვის ამდარაზე ემუდურის იქნება ან ჩემთან გონია საწყას მზე დავალებული ანდა ასეთი მუქარა რითარა ვარ დავალებული იქოთქოთა და გაფრინდა მსუბუქად მთელი შრიალით თავს შეუღრინე გაუწე იქნება იღუმში ან იქნებ შანთან უბრალოდ დარდის გამდობა ისურვა აღარ ჩანს მალე დახფარა ხეობამ გადალისურმა როგორ თოვს პატარა მხრებზე იქნებეს თორი ეყარება ვიდრე არ მოხვალ ბეღურა ჯავრი არ გადამეყარება გელი ბეღურა ამ ლექსის არ ჩქარულ გამოქვეყნებას მოგლესაც წავიკითხავ დამით ვიცი რომ გადაიღალეთ მაგრამ მე მქონდა დღეს მოწამეკითხა 33 ლექსი ჩამოემაცვლა საწუთროს ხავლი აქ უკანასკნელ ღამეთ ვათენე სასაფლაოზე მე გავდი ყვავის რომ წადა გადათენეს კადერ შიშან კერძე მეფინებისნა ლეგა ქარებმა მევიჯერე მომჩქურიეს ზეცას ვარსკვლავად რომ მოსწოდა ისმარ თქვენ ჩაქრობისაცღა შეუჩინე სუბოქი ვინდით და დაებინდა შემთხვევდა მწყრივი აჩრდილ დაწყენის დარჩება ლექსი ჩემსავი წმინდა ლექსი რომელსაც ცრემლებით ვწერდი აზერ შევარდნე არ შევიძლია არ წარეკითხო ლექსი რომელიც პატრიარქს ეძღვნება აღსარება პატრიარქს თქვენო უწმინდესობა სული როცა მძიმეა შორეული ფრენისთვის ხორცი მაშინ მოღვენია ნესტიანი მოღვენიან და სასაფლაოა შემოცვლა ბერბერის თქვენო უწმინდესობა თუ შიმშიდა მწყურია სული გადამეღარა მიწიერი ლამდენის ჩემი წუთი სოფელი მეტად უცნაურია სადაც უნდა გავთენდე სწორედ იქ ავღამდე თქვენო უწმინდესობა როგორ რთულად ვიარე სივრცეებში წამწალით ვარ საშინლად დაღლილი ვიდრე არამეტი და სული მოხეტიალე და მზის გვერდით თევოზი არ მივებით წაღლებით თქვენო უწმინდესობა ამბოხებას სატანის ჩემში მინაულებულიან და სულაც მცხრალიან ამ ღურევი ამინდებით ტკივილებით მატარი ცრემლივით მაგალკალე ღვთისმშობელო მარია თქვენო უწმინდესობა ტკივილებმა დაფლითა გული ახლა უმეტეს დინარეზე სვენია ჩემი ყოფნა შეშლების და წუხარე სახით ამ თორიან სამყაროში მეტისმეტად ძნელია თქვენო უწმინდესობა ლოცვა როცა მშრალია ძალზე უხერხულია ვინმეს თხო შენდობა როცა ტკივილებისთვის აღარ არის ძალია არც არ არის ენდობა თქვენო უწმინდესობა როგორ რთულად ვიარე სივრცეებში წამწალით ვარ საშინლად დაღლილი ვიდრე არამეტირდა სული მოხეტიალე და მზის გვერდით თევოზე არ მივებდე წაღლი